მეცო-სოპრანო ინგა ჯახუტაშვილი პრემიერისთვის ემზადება. ჟორჟ ბიზეს კარმენში ის მთავარ პარტიას ასრულებს. მე ესე ვთვლი, რომ 4 ხასიათის მატარებელია, იმდენად თავისუფალია, რომ შეუძლია იყოს როგორც ავარა, ხულიგანი, ასე რომ ვთქვათ, არის ასევე ეს კამილოს როცა მიყვება, არის ინტელიგენტი, ხდება ძალიან სხვანაირი, ანუ მრავალფეროვანი ხასიათისა კარმენი. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კარმენის გენერალურ რეპეტიციებს გადიან. საოპერო დადგმას გიზო ჟორდანიას რეჟისორობითა და ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით ბათუმელი მაყურებელი 1 და 2 ნოემბერს იხილავს. ერთი პრემიერა აჭარაში მე ვთვლი რომ პირველად არის და კარმენი ზოგადად პირველად იდგმება და მე მოხარული ვარ, ასე რომ თელი გუნდი მოხარული ვართ, რათა იდგმება მართლა ძალიან კარგად მიდის, ბატონი გიზო ჟორდანი ედგამს ძალიან კარგად. ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი მომღერლებთან მუშაობს მარინე ჯახუტაშვილი შესანიშნავად და მართლა შესანიშნავი გუნდია შეკრებილი. არის ყველაზე დიდი ფაქტი ის, რომ საქართველოს, ესე ვიტყვი, არა მარტო ბათუმს, საქართველოს ესეთი გრანდიოზული ოპერა უკვე რეპერტუარში აქვს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა კარმენის დადგმა. ძალიან ბევრ თეატრებს არ აქვს ამის საშუალება, მომღერლები მხავს ხედველობაში, თორემ დეკორაციაზე და სხვა რამეებზე ის არ მოიძებდნენ ალბათ თანხებს. გიზო ჟორდანიასთვის, რომლის 80 წლის იუბილესაც პრემიერა ეძღვნება, სპექტაკლი უკვე შედგა. ფიქრობს, რომ ბიზეს ამ ნაწარმოებთან საქართველოში საოპერო შემსრულებლებსაც და მაყურებელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ჩვენ სხვა ადამიანები ვართ და სხვანაირი ურთიერთობები გვაქვს და ნაწარმოები სხვანაირად გვესვის, ქართველები ვართ, ბასკებთან ახლო მდგომი ხალხი ვართ, ესპანელებთან ახლო. და ამიტომ ეს კონტაქტი ბადებს სხვა შინაგან ცხოვრებას. პრემიერაზე დასასწრები ბილეთების ფასი 5-დან 10 ლარამდეა. მისი შეძენა კარმენის მოყვარულებს სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სალაროებში უკვე შეუძლია. ცენტრის შესასვლელთან გამოფენილი აფიშა მათ აუწყებს, რომ ბიზეს უკვდავი ოპერა საღამოს 7 საათზე დაიწყება.